ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. ახალი კანონპროექტის თანახმად მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება, ან განსაკუთრებულ შემთხვევაში მთლიანად გათავისუფლება. მათ ვისაც მცირე რაოდენობით აღმოაჩნდათ ნარკოტიკი, მხოლოდ ფულადი ჯარიმით დაისჯებიან. ამ საკითხთან დაკავშირებით აზრით ელაველებს ვკითხეთ, მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ჯარიმა ამ შემთხვევაში გამოსავალი არ არის და ნარკომომხმარებლების რეაბილიტაციისთვის სახელმწიფომ მათი გამოჯანმრთელებისათვის უნდა იზრუნოს. ნაწილს კი მიაჩნია, რომ ცვლილება წამალზე დამოკიდებულების რიცხვს არ შეამცირებს. ნარკომანია დანაშაული არ არის, ეს არის ავადმყოფობა. ასე მიასევთ და რაც მეტი ისეთი რამე შეიქმნება, რომ დაუშვათ ასეთ ადამიანებს უმკურნალებენ და სხვანაირად დაეხმარებიან, ვიდრე დააკავებენ, მე ვთვლი, რომ რავი, ჩემი აზრით ასე ჯობია. ლაპარაკია, რომ ნარკომანები ავადმყოფობად აღიარონ, ხო? მე მგონი, ყველა ნარკომანის აღიარება ავადმყოფობად მიზანშეუწმუნდელი იქნება. იმიტომ რომ იმათში არიან მართლა დამნაშავეები და ისინი უნდა დაესაჯნენ, მე ასე მგონი. ჯარიმები არ უშველის მაგას. ჯარიმა იმას იშოვის რაღაცნაირად იმპულს და ინციყიბის. მე მგონი ეს უფრო გაზრდის ნარკომანიას. პირველი დასაწყისი ფულადი ჯარიმა საკმარისია და თუ კი განმეორდება და რაღაცა აუცილებლად იმათ მკურნალობა და ხელი შეწყობა უნდა, იმათ უნდა პატრონი. რო განკურნონ და მოუარონ. დაპატიმრებითა და იმით ციხეში ჩაყრით ის არ გამოსწორდება. დანაშაული და არ არის არც კრიმინალი, ეს არის ავადმყოფობა. ვინც ამ ნარკოტიკს მოიხმარს. მაგრამ კი არ უნდა ჯარიმა, კი არ უნდა გადაახდევინო. ეს უნდა უმკურნალონ ამ ადამიანს. ისინი ისედაც დასჯილები არიან ამ ცხოვრებაში და პირიქით სახელმწიფო უნდა ეცადოს როგორმე თუ კი არის შესაძლებლობა რაღაცა თანხა გამოყონ, რომ ამათ როგორღაც რაღაცა უმკურნალონ